მომხმარებელმა ნაალსიომ ვიზუალურად ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიხედვით და კალკულარით დაადგინა, რომ 10 მარტის მდგომარეობით უკრაინულმა მხარემ კურსკში დაკარგა 632 ერთეულის სამხედრო ტექნიკა. მაშინ როცა რუსებმა ოდნავ მეტი, 712. ამრიგად მოიტანა თუ არა კურსკის ოპერაციამ დაგეგმილი შედეგი, თორკილის შეფასებით არა. მან ვერ შექმნა ისეთი მასშტაბის კრიზისი, რომელიც რუსებს აიძულებდა დონბასიდან მეტი სამხედრო ზალა გადაეყვანათ კურსკში. რუსეთის გენშტაბმა კი მართლაც შეასუსტა ფრონტის ხაზები ზაპოროჟიეს, ჩასივიარისა და ვოვჩანსკის მიმართულებებზე, მაგრამ პოკროვსკისა და ტორეცკის რეგიონიდან არც ერთი მსხვილი დანაყოფი არ გადაუყვანიათ კურსკში. იმის გამო, რომ გენერალმა სირსკიმ უკრაინის შეერაღებული ძალების თითქმის მთელი სტრატეგიული რეზერვი გამოყო ეგრეთ წოდებული კურსკის ექსპედიციისთვის 2024 წლის აგვისტოს ბოლოს, პოკროვსკის მიმართულებით კერძოდ მიკოლაივკა პტიჩევოს ზონაში უკრაინული ფრონტი გაირღვა. უკრაინამ დონბასის ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მხოლოდ 2025 წლის იანვარში მოახერხა. კურსკის ოპერაციის მსგავსი უარყოფითი შეფასება გააკეთეს ასევე ემილ კასტეჰელმიმ და ჯონი ჰელინმა ბლაკბერდ გრუპიდან. ბალანსისთვის შედარებით ზომიერი შეფასება გააკეთა ამავე ფრონტზე მებრძოლმა ჯარისკაცმა კოდური სახელით კრიქს ფოშერმა. მისი დაკვირვებები ძირითადად ტაქტიკურ ასპექტებს შეეხებოდა, თუმცა მან ასევე აღნიშნა ელიტური რუსული დანაყოფების, მათ შორის 76 და 106 საჰაერო სადესანტო ბრიგადების ყოფნა ამ რეგიონში, რაც მიანიშნებდა ამდენად მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევდა კრემლი კურსკის მიმართულებას. გარდა ამისა, ჭორების საპირისპიროდ კურსკიდან უკან დახევისას იქ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი არ ყოფილა მომწყდებული, როგორც ამას დონალდ ტრამპი და სხვები ამტკიცებდნენ. ამ კამპანიის სრულ შეფასებას დიდი ალბათობით მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შევიტყო და მაშინაც კი სხვადასხვა ინტერპრეტაციები იარსებებს. თუმცა ამ ეტაპზე ბევრი რამ მიანიშნებს, რომ ზელენსკიმ და სირსკიმ აირჩიეს გამბიტური სვლა, რომელმაც უკრაინას სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანა.